შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უბადლო მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარებად დაისახა მისნად. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა მეგობრებო, მორიგი გამოძიების დროც დადგა, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად ვართ ბატონი მიხეილი, პავლიკა ლუკა და დღესაც შევეცდებით რომ საინტერესო მიგნებები შემოგთავაზოთ, მით უფრო რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტური იქნება, ევროპა ლიგის ბოლო ტური იქნება, ბევრი მაგარი თემაა. როგორ ხართ? ვართ რა. მე ვარ რა. კიჩქებისეულად გიორგი გამოიოხრა. კარგად ვართ, კარგად. იმედია თქვენს კარგად ხარ და ყველაფერი კარგად იქნება. კი, სალაპარაკო ბევრი დაგვიგროვდა ამ დღეების განმავლობაში. კი, რა თქმა უნდა. შეგვიძლია 1-2 სიტყვით შევეხოთ. მე წინა გუშინ რაღა დაგიმალო, ეგეთი წაგება ფუტზალის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე. ახსნის შეხვედრა გქონდა ლატვიასთან, რომელიც მასპინძელია ერთ-ერთი, გულშემატკივრები კი უმაგრებდნენ ზურგს, მაგრამ საქართველოს ფავორიტად იყო მიჩნეული ამ შეხვედრაში და არ უნდა წაგვეგო, მით უმეტეს 4-0 არ უნდა წაგვეგო. გასაგებია რომ იქ იყო მე უყურე ამ თამაშს, დაემთხვა ნიდერლანდები საქართველოს ხელბურთს, მაგრამ მე უკვე იქ რომ მივხვდი რომ ხელბურთს შანსი აღარ მქონდა გადავერთე ფუტზალზე, მაგრამ იქაც თურმე შანსი არ მქონია. ბევრი მომენტი მქონდა, მაგრამ ახლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, რომ ბევრი მომენტი მქონდა, ფუტზალია ეს და მომენტი გექნება, მაგრამ გოლს რო ვერ გაიტანდა თან 4-ს გაუშვებ იქით. დადებითად ვერ შეფასდა. ლეგიონერები აღარ მყავს დავისაჯეთ. არც არავის არ ყავს ახლა ეგრე, მაგრამ სამაგეროთ ორი ევროპის ჩემპიონი ყავს ფიგურულ სრიალში. ეგ ძალიან მაგარი ამბავი იყო ნამდვილად. წარმოუდგენელი ერთ დროს მე მგონი ვერავინ წარმოიდგენდა რომ ფიგურულ სრიალში შეიძლება და ევროპის ჩემპიონი ყოლოდა, მაგრამ თან ისე ყველა ქართველია ვინც საქართველოს სახელით გამოდის გასაგებია, მაგრამ მანამდე ხა იქ გოგონამ რომ მოიგო ეხლა რომელმაც სამეული ვერ გააკეთა და ამავე გვარი მახსოვდა სულ. ის ხო გახდა ევროპის ჩემპიონი, მაგრამ რუსია რეალურად საქართველოს სახელით ასპარეზობდა, მაგრამ ახლა მოიგო ნიკა ეგაძემ, რომელიც ქართველია, ბერულავამ მოიგო თავის მეტილკინასთან ერთად. ძალიან დიდი ამბავი. არა, ფიგურულ სრიალში. არა, მოსკოვში. ისეთ ყინვა გარეთ კი უნდა ეს რეალო კარგად ქართველმა. საოცარი მწვრთნელი ყავს მოსკოვში ქართველი ქალბატონი, რომელიც სწორედ ეხმარება სწორედ თუთფერიძე ბატონი. კი ბატონო, ფაქტია. ხო, ხელბურთიც ვთქვათ. მით უფრო რომ დიდი დოზით ჰქონდა. ნუ სამწუხაროდ წავაგეთ სამივე მატჩი. გავედით ბოლო ადგილზე. პროგრესი იყო, რას გულისხმობთ, რომ ძალიან მაგარია ეს ცხოვრებაზე, აი სხვა პლანეტიდან არის ესეთ გოლი. ყველა ჰაილაიტში მისი გოლებია. თან რასწორე ყველა ტურის საუკეთესო გოლი მისი იყო, და მეტი რა უნდა ქნა, ხო? რა, ტრადიციულად აი ქართული სულისკვეთება იგრძნობა, დისციპლინა, სუსტი. ზეგი ის რაც აქვს ევროპულ გუნდებს დისციპლინაზე ჩამოსვლა და ყველა დაკადაკეთვა თავის თქმა ეს ამ მდგომარეობაში გვაქვს, მაგრამ ის რაც ქართველებს ყოველთვის გამოარჩევდა იმპროვიზაცია, ფანტაზისტა, ზოგი ისეთი კარგი გატანილი გოლი იყო, რომ მე მგონი რა ვიცი ახლა არც ნიდერლანდებს და არც ფერს და დანია მაგალითად მე რაც ვნახე, ეს ის გუნდი არ არის. სუპერ სენსაცია პორტუგალია მოგვიდა. ხო, ჩვენ მოკლეს კამი გვაქვს და ეგ არის პრობლემა. ხო, როტაციის შესაძლებლობა არ გვაქვს. მე მინდა ვთქვა, რომ პირველი თამაში ხორვატიასთან უკვე სენსაცია იყო, ისე კარგად ითამაშეს გრანდთან, აბსოლუტურად. ხორვატია ხელბურთში არის, რაც რა ვიცი, არგენტინა ფეხბურთში და ახლობით ეგრე არის და კინაღამ მოუგეთ. დანიასთან შანსი არ იქნებოდა, მაგრამ რაღაცა 10 ბურთში მაინც და შვედეთთან ბოდიში. ნუ რა განსხვავება შვედეთთან. 10 ბურთში დავრჩით, თან მასპინძელი იყო და ნიდერლანდებთან უკვე უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ ის ნიდერლანდები ამათზე სუსტია შვედეთზე და ხორვატიაზე თორე ისე საშუალოზე ბევრს კარგად სამშობი ფრეიკო დიდხანს ხო და აი ბოლოში მერე გატყდა. ხო, ნუ ეგ ორი კაცი დაგვემტვრა ხო. ნუ თქვა რომ მომეწონა რაც ბატონო მიხეილმა აღნიშნა, ძალიან კარგი კომბინაციები იყო განსაკუთრებით პირველ თამაში შვედეთთანაც. მწვრთნელის ხელი გუნდს ეტყობოდა. გასაგებია რომ ხა ამ ჯგუფში ჩვენ მოლოდინი ვერ გვექნებოდა რომ უნდა გავსულიყავით და. უკვე ცნობილია ჩვენი მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაში, ეს იქნება ისრაელის ნაკრები, არ არის სუსტი, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. შესაბამისად
ჩვენ მოვიგებთ. მედიან, დიდი იმედია რომ ვერ გაიგეთ, ჩვენ მოვიგებთ. ჩვენ არა, შენ ყველა ვარიანტში მოვიგებ ხა რაც არ უნდა მოხდეს. იმედი მაქვს რომ ჩვენ მოვიგებთ. ხო შემთხვევაში რა არის, მე მახსოვს მრავალწლიანი პერიოდი, როდესაც საერთოდ ჩაჭანება არ იყო ჩვენი ნაკრებისა, სადმე ევროპაში ასპრობლემზე. ეს გუნდი ახლა ისეთ გამოცდილებას მიიღებს, რაც მეტად ხა ითავ როგორც აი კალათბურთელები ხო რამდენი ხანი არსებობს, მე უცებ და რაღაც ეს გამოცდილება ეს დაამშოვანია, სადღაც გაისვრიან, ეს ვერ მეპარება. აუცილებლად ფაქტია რომ პროგრესირებს ეს მთავარისა წყალბურთზეც ვთქვათ, ხო? რამდენიმე სიტყვა გასაგებია იქაც დაახლოებით იგივე მდგომარეობა, უბრალოდ წყალბურთში იმდენი ლეგიონერი ყავს. ხელბურთში რომ ყავდეს 1-2, ალბათ მომდევნო ეტაპზე ნამდვილად გავიდოდით. მაინც არ გამოვიდა ხა ძლიერებთან წავაგეთ, მაგრამ იტალიასთან 2 ბურთი წაგება დაახლოებით იგივე რაც ხორვატიასთან ხელბურთში. იტალიასთან მოგების შანსი იყო და აგერ ეს იტალია ნახევარფინალში გავიდა, ხორვატიას მოუგო მთავარ ფავორიტს და ნახევარფინალში გახდეს. ასე რომ ხო იტალიასთან მთავარი ჰაილაიტი წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის იყო იტალიასთან თამაში, ძალიან მაგრებთან თურქეთთან ბოლოს მოვიგეთ და აგერ ყოველგვეწოდინება უკვე კიდე ერთ შეხვედრაში რას ვიზამთ, იმიტომ რომ დღეს არის ერთი მატჩი. ძალიან კარგი სურვოთ, ხო შემთხვევაში სურვოთ. ყველას არ მატება. ფეხბურთზე ნაკლებად ვისაუბრებთ, ქუჩას გოლი იყო, კი ბატონო, მშვენიერი გოლი, ძალიან ლამაზი. არის ბოლო ტური და ეს ბოლო ტურს შევეხები მე პირადად ჩემ პროგნოზებში ახლა და წინა გადაცემაზეც ვთქვათ, ერთადერთმა მატჩმა გააფუჭა ჩვენი პროგნოზები, ანუ გიორგიმ 3-ვე გამოიცნო, მე 2 და როტერდამის ფეინორდის გამარჯვება სპარტასთან არ გამოვიდა 3-3, მაგრამ ეხლა უნდა ვთქვათ, რომ ამპერსის შვილი შემოვიდა 1-3 აგებდა ფეინორდი. გამოუშვა და ხელი ჩამოართვა და მიდი შვილო და შემოვიდა და 2 გოლი გაიტანა. მამგეინაც არა, აღიარე რომ რაღაც სასწაული ერთი მაკრატელა და ერთი აი დელპიო რომ ხუსლით ჩატენა ეგეთი. გამეცლისა 17-ის თუ რაღაცა. ანუ ფაქტია რომ გამოვიდა და კაცმა ხა მაკრატელას ყოველდღე ვერ იტანენ. აიაქსმა შეიძინა ზლატანის ვაჟი, ანუ იქაც ველით რომ რაღაცა ეს. ხო, აიაქსმა სხვა შორის მოუგო ვილიარეალს და კიდე რაღაც გოლი შანსები აქვს მომდევნო ეტაპზე გასვლა. რაღაცა ჩემს ამ ვილიარეალს. შეიძლება ესპანეთში ესე თამაშობდნენ და მე ევროპაში გამოდიოდნენ. დასკვნა გავაკეთე რომ უბრალოდ ჩემპიონთა ლიგაზე თავიდან რომ ცუდად დაიწყეს, მე ხელი ჩაიქნიეს და აღარ ითამაშეს და ხო, გასაგებია თამაშის თვითონ ხო იგივე რაღაცას, არ ვიცი, ფაქტი არის რომ ეხა ეგრეთ სუდად გუნდი არ უნდა თამაშობდეს და წეგან ლუკას ვეუბნებოდი რომ წარმოუდგენელი იყო ვილიარეალს აიაქს ჰქონდა ჩვენ ენაზე რო ვთქვა 8 კოეფიციენტი სტუმრად ვილიარეალთან და კი ვიფიქრე მეთქი ეს ვილიარეალი უშანსოთ არის არაფერს არ თამაშობს ლიგაზე და ამ ხელა კოეფიციენტი რა არის მეთქი და აგერ კი მოუგო აიაქსმა გასვლაზე ვილიარეალს. ხო, მოკლედ საინტერესო თემები ბევრია და მოდი დავიწყებ მე ჩემი პროგნოზით. ესე იგი, ნიშნულოვანი მატჩები რაც არის, ნაპოლი-ჩელსი ძალიან პრინციპული დაპირისპირება იქნება, ბოლო ტურია ყველა მატჩი გადაწყვეტი ჩემპიონთა ლიგას. ხო, ანუ ნაპოლის მანამდე ნაპოლი ველოდება შაბათ-კვირას, იუვენტუსი ნაპოლიც. ხო, არა, მე ჩემპიონთა ლიგაზე გავაკეთე. ფაქტობრივად ნაპოლიც 8 ქულა აქვს და არის მიღმა 24 გუნდს მიღმა 25-ზე არის და ჩელსი არის მერვეზე 13 ქულა აქვს ძალიან ბევრ გუნდს. ანუ აუცილებლად მოსაგები მატჩია. არც ვიცი მსაჯი ვინ არის, უბრალოდ პირდაპირ ვიტყვი რომ აქ იქნება ბევრი ბარათი ამ შეხვედრაში. აუცილებლად დახოცავენ ერთმანეთს. წარმოდგენა არ მაქვს ვინ მოიგებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩელსი ამ უცნობი გუნდია, რისვაი ვარ ვახით მოუგო პაფოს. და ნაპოლი ხო ნაპოლია სახლში თამაშობს და ამიტომ მგონია იქნება ძალიან ბევრი ბარათი. მან საინტერესო სიტუაცია ბევრ გუნდს აქვს 13 ქულა. აი პლეი-ინში შესასვლელად და პლეი-ოფში პირდაპირ გასვლელად დიდი ბრძოლები იქნება იქ ბურთებზეა თან ვის უკეთესი ბალანსი ექნება და ეჭვი მაქვს რომ ბევრი გუნდი დააგროვებს თანაბარ ქულებს და ბურთებით გადაწყდება. ეს მგონია რომ არსენალ კოპენჰაგენს ხდება სახლში ბოლო ტურში და მგონია რომ დიდი ანგარიშთა მოუგოს და პირდაპირ გავიდეს პლეი-ოფში. მაგრამ ნაპოლი რაღაც კრიზისშია, როგორც მე ვათქვი, იმიტომ რამდენი ქულის დაკარვა ეს უკვე არ არის კარგი მაჩვენებელი. რაღაცა კრიზისული სიტუაცია თქვა გუნდში მეც. ისე ერთ თამაშობს, ის ხალისი არ არის, რომელიც ჰქონდა ადრე. ჩელსიც ახლა მართალია, მაინც ახლა ვერც პეტავს ვარსკვლავებს, მოდი ესე თქვა, მაგრამ მე მაინც უფრო მივცემდი უფრო ჩელსის. ჩვენ ვისაუბრეთ მანჩესტერზე და კერიგზე წინა გადაცემაში და აგერ მოკეთრო შევაჯამოთ. ჩეჩქიბს ესე უყურებ თან მამლის წელიწადში და დაბადებულ კერიგს მაშინაც აჩვენა, მაგრამ რაღაცები ხა სხვა შორის რაღაც ვრცელდება სასწაული
გაიცათ ვითომ კოვაჩის მოყვანა უნდა კოვაჩმა იმ დორტმუნდს ვერ უშველა ბავარიაში აჩავარდა ქონდა მანჩესტერ ჯერ არ არის ეს ხმები რასაჭირო ამის რაღაცა იქნება რაღაცა ისეთი თორნამი გამოდგა რომ რა ვიცი რა ხდება ისე რომ წვეშ არმელოვასი არის რა ჯერ კაცმა არ ეცეს რა უნდა ვაცალოთ ალბათ აი ბოდიშ გიხდით მიდი ისაუბრე არა როგორ არბელოაზე ვსაუბრობთ ხო ასევე როგორც არბელოა ახლა ვინ იცის ახლა უნდა აცალო ხო რამდენიმე თამაში გამოჩნდება ახლა ყოველ შემთხვევაში ცოტა გაილამეს მართალია მონაკო აბსოლუტურად ის მონაკო არ არის რაზეც მე ველოდებოდი მაგრამ რაღაცა ეციეთ ყობა მადრიდის რეალს მე როგორც ვთქო აი ეს რაღაც თბილისის დინამოს ჩემპიონი აი ეს არ უყვართ რა აი რაღაც იმაში რომ მოაქცევ ჯარჯობებში რაღაცა აი თავისუფალი იმპროვიზაციის საშუალება მისცა და ხოცა გაიხარეს ეს შტაბი გამიგია რა კი ხო მეც აი არბელოვას რეალის ცოტა შემეშინდა ნახოთ რა იქნება მომავალში მაგრამ ხო ფაქტი არა ეხლა ბოლო ორი თამაში ძალიან კარგი კონდა ლაღათი თამაშეს აი ეს მომენტი რა კი ბატონო ხო და აი არსენალი მანჩესტერი გველოდება ამ უქმეებზე ბევრი საინტერესო თამაშია სხვათა შორის და ნახოთ კერიკი ამჯერად დასპიკო არსენალი ძალიან კარგია რა პრემიერ ლიგა უნდა მოიგოს ბოლოს და ბოლოს ერთადერთი ვარიანტია რა თუ მანჩესტერმა იპოვა გასავები მათი კუთხურების მაშინ არ წააგებს მაგრამ თუ ვერ იპოვა ძირითადად ბოლო თამაშები აიღეს კუთხურიდან უგებს არსენალი ვერაფერი ვერ მოუხერხა ვერც ერთმა გუნდმა ძალიან მაგრად და არა ძალიან კარგი გუნდია ხა ლიგაზეც პირველ ადგილზე არიან ლიგის ფაზაზე 2 გოლი აქვს გავშებული 20 გატანილი თავისუფლად გაიარეს და პრემიერ ლიგაში ჩვენებად მიდიან დრო არსენალმა რომ კუთხურები არ თამაშობს ითამაშებს საწავა პირველივე ტაიმში დაждდა ისე სხვათა შორის სანამ შენ ლუკა მაგ ბოხუმს იპოვი მე შენ კომპეტენციაში შემოვიჭრები და ხელბურთის ევროპის ჩემპიონატს რადგან ეს დღეები მე ჩაუჯექი და უყურებ არ ვიცი შვეიცარია უნგრეთია ხვალ დღეს უბრალოდ საღამოს და ამ შვეიცარიის თამაშებს რო უყურე არ ვიცი აქეთ-იქით გადის გოლები გიჟივით ზოგადად ჯგუფური ეტაპი გამოირჩა იმით რომ ძალიან შედეგიანი თამაშები იყო რა საშუალო აი ფეხბურთში რო ვიცით რომ 2 ნახევარზე მეტია საშუალო ხო აქ არის რაღაც 53 55 56 ეგრე და 60-ზე მეტი გოლი გადიოდა ამის ყველა თამაში და 70-მდე ადია რეკორდი დამყარდა ეს სხვა გოლების სოფლიო რეკორდი დამყარდა 81 გოლი არის ახლა ევროპის ჩემპიონატის რეკორდი ბოდიში 81 გოლი პირველი წლის მატჩში ხო რომელიღაც მაკედონია იყო თუ არ ვცდები ხო და აქედან გამომდინარე ამ შვეიცარია უნგრეთში მე ვფიქრობ რომ არც შვეიცარიას და არც უნგრეთს ამ მეორე ჯგუფური ეტაპის დაძლევის შანსი არ აქვთ იმიტომ რომ 0 მოგებით გადავიდნენ იქ და შვედეთია სლოვენია ისლანდია ორი გუნდი გადის და უნგრეთი და შვეიცარია ხორვატიაც იქ არის ჩემი აზრით ვერც ერთი ვერ გავა ამიტომ მგონია რომ ეს შეხვედრაც დაახლოებით იგივე იქნება რაც იყო ჯგუფურ ეტაპზე ამ გუნდების თამაშები და ბევრი გოლი გავა და ტოტალი აქ არ არის 60 და 65 აქ არის 55 ნახევარი რასაც ლუკა აქვს 1 და 62 კოეფიციენტი მე მგონია რომ ამ შეხვედრაში 56 გოლი გავა იმიტომ რომ მაგალითად შვეიცარია მონტენეგრო წინა ტურში დასულდა 53-26 უბრალოდ ამ გადაცემას რო დავდებთ გიორგი ეგ თამაში დამთავრებული იქნება რატო პარასკევს არის 9 საათზე 23-ში დღეს 22-ია როცა უწერთ გადაცემას ხო არის 23 მოვასწრებთ კი არის საღამოს 9 საათზე მაშინ რა ვიცი დამთავრებული არ იქნება გამოუშვი არც ბევრად ადრევდებთ ხოლმე არც კი გეკამათებთ გიორგი აი ლუკას ფავორიტი ისლანდია მოგწონს გახდება ისლანდია ფინალში არ ვიცი მაგრამ ჯგუფურად ჯერ მეორე ჯგუფური ეტაპია ყველა მოიგო ყველა თამაში აი კლასიკი გაშენო უნგრეთთან ცოტა მძიმე თამაში ჰქონდათ ერთი ბურთი მოიგეს 24-23 აუ ეგ ჩემი მე მეწერა ეგ ისა ფრე მეწერა პირველი თამაშისა ტაიმიც რომ მორჩებოდა და მეორეც და პირველი ფრედ მორჩა და მეორეში ბურთი მიდიოდა და ბოლოს ორი გაიქცა ერთი წარგო ძალიან გული. კარგი, მოკლედ თავისუფლად ვასწრებთ ამ თამაშს, ნახავს მაყურებელი, შვეიცარია, უნგრეთი 55 ნახევარზე, 56 გოლი მინიმუმ გავა ამ შეხვედრაში. მეც ვეთანხმები გიორგის აუცილებლად უნდა გავიდეს. ხელბურთს მოდი დღეს არ გავეკარები, ისევე როგორც არ გვითქვამს რომ ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო და რა თქმა უნდა იქაც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებია, თუმცა ჯერ მოდი გახურდეს და უკვე შემდეგ კვირაში უკვე შეგვიძლია ბევრი საინტერესო თამაში შეგვიძლია. სინერს. Yannick Siners. მitmete შენ ნათქვამის ხო
სად არის არ დაგვეცეს თან. ხო, მოკლედ ეხლა თამაშობს რამდენიც მახსოვს. არის სენ-ჟერმენი ნიუკასლი გვაქვს. ასევე ორი გუნდი, რომელსაც აქვს 13 ქულა. მატჩი არის პარიზში, ნიუკასლი არის მძიმე. აქაც ვივარაუდებ, რომ ბარათები იქნება. თან ახლა წარმოიდგინეთ, ჩემპიონთა ლიგაზე გამოვთ 3.5-ზე მეტ ბარათსაც მშვენიერი კოეფიციენტი აქვს თითქმის ყველა მატჩში და რა ვიცი ახლა ასეთ პარიზ სენ-ჟერმენის მძიმეთაა ახლა. ძიმეთ არის. 13 ქულა, მე-6, მე-7 ადგილი, ვინც აგებს ახლა ქვევიდან იმდენს აქვს 13 რომ ავტომატურად ვარდები იქიდან და შესაბამისად არის სუპერ დაძაბული თამაში. ასე რომ მგონია რომ აქაც ბარათები უნდა წამოვიდეს, ეს იქნება ჩემი მეორე პროგნოზი. ბარათებზე ვაგებ წინას არ გაფრთხილებ. მეც დანარჩენი ორი თამაში პოზიცია რაც მაქვს იქნება ბარათები, ოღონდ ლიგას არ შევეხები, აგერ ხვალ კიდევ ერთი მშვენიერი თამაში, უკვე დღეს უფრო სწორად, სუმერევა იქ, მაგრამ რა ვქნა. ჰამბურგული დერბი, რომელიც შენ გემახსოვრება ლუკა, რომ პირველ წელში როცა იყო, მაშინაც დავწერე და ეხლაც უნდა დავწერო. ჰამბურგული დერბი ბუნდესლიგაში ყოველთვის ძალიან დაძაბულია ხოლმე, მით უმეტეს ამ ეტაპზე ამას ემატება ის, რომ სანქტ-პაული საერთოდ ბოლო ადგილზეა და ჰამბურგი იქვეა გასავალი ზონასთან ძალიან ახლოს, ორივე სჭირდება ქულები. სანქტ-პაული ამ შემთხვევაში მასპინძელი და ამ ბოლო ადგილს რო თავი დააღწიოს, ოპტიმალური ვარიანტი არის, რომ ჰამბურგს მოუგოს, ტრები არიან ერთმანეთის, ამ ფაქტორს ემატება ისიც რომ ველსი არის მსაჯი რომელიც ამ სეზონში ბუნდესლიგაში საშუალოდ იღებს 5.5 ბარათს რაც არის მეორე ადგილი ცვაიერის მერე ცვაიერი არის პირველზე ბარათებით მეორეზე არის ველსი ასე რომ ყველაფერია იმისთვის რომ სანქტ-პაული ჰამბურგში ბევრი ბარათი იყოს კოეფიციენტები ვნახე და 5 ბარათსაც ნორმალური აქვს 45 ვიტყვი მაინც 5.5-ზე მეც იმიტომ რომ ჯერა 6 ბარათიც იქნება და შეიძლება უფრო მეტიც ამ შეხვედრაში მეც ავიღებ ხო პირველ წრეში როგორ დაждდა 7 იყო ჯამში და გოჩოლეიშვილი გააგდეს და იმედი ამჯერად გოჩოლეიშვილს აღარ გააგდებენ მაგრამ ბარათები მაინც იქნება სანქტ-პაული ჰამბურგი 5.5-ზე მეტი მაგარი დერბია ძალიან შეიძლება ვიღაცა გააგდონ ამ თამაშიც გერმანიაში არის ახლა ვიგეთყვით ყველაზე მაგარი დერბი ეს რაც თამაშობენ ასეთი მაგარი არც ერთი არა ხოცავენ ერთმანეთს ნუ ადრე იყო კიდე მიუნხენი და ბავარია მაგრამ სადღაც დორტმუნდი შალკეც მაგრამ შალკე დიდი ხანია ქვემოთ არის მაგრამ ეხა პირველ ადგილზეა შალკე და იმედია დაბრუნდება ნუ მეც გულში მაგკირო ძალიან მინდა რომ დაბრუნდეს კარგი და ბოლო შეხვედრა ჩემი იქნება რადგან შენს ბარათებს არ ახლა მე შედეგს არა მეტობას დავწერ ეს მეინთხოვნი ბაიერნი გვექნება ბოლო ტურის მატჩი PSV-ს მოგება ჭირდება ბაიერნს არაფერი აღარ ჭირდება მაგრამ რო არ ჭირდება მაინც როგორ თამაშობს ნახეთ კაცი სანამ არ გაუგდეს სენ-ჟილთან არც არ აკეთებდნენ კაცი რო გაუგდეს და 10 კაცი დარჩა ბაიერნი მე შეჭამეს ანუ თავის უქმნიან პრობლემებს და მე ამის გადალახვას ცდილობენ თან პირველ ტაიმს არ თამაშობს გუნდი და მეორეში ლაიფციგს რა უფრო უშუალო კონკურენტია ლაიფციგი წააგო პირველი ტაიმი 1-0 სტუმრად მეორეში მოუგო 5 გაუტარა მაგაში არაერთხელ დარწმუნდი უკვე მე რამდენად რომ არ ეთქობა გაბრაზების მომენტი როგორც კი გაუშვებს გოლს მე და არის 1-3 რა მომენტია мотивация რაღაცნაირად თან ეს ჰარიკენი არ ნორმალურ ფორმაშია საგიჟეც რა პასები და რა საგიჟები ფანტასტიკური ხო და მგონია რომ ძალიან ბევრი გოლი გავა მეორეს გავიქოლცინოთ ჰოლანდიელები და გერმანელები ჯახი განსაკუთრებულია მათი ისტორიულ პოლიტიკური კიდე ასე ვთქვათ ჯახიდან გამომდინარე თან PSV სახლშია ბაიერნის დაცვაც ხა ისე არის ზერელე ტუყურებს მომენტებს და მოდი იყოს ბევრი გოლი 3.5-ზე მეტი გოლი ამ შემოდგენაში რატომაც რატო არ უნდა გეთანხმო კი ბატონო მაგით დავასრულე შოტლანდიის ჩემპიონატს შევეხოთ კვირას არის ეს თამაში რავი რამდენი წელია საერთოდ ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა როცა ან რეინჯერსი ვერ გახდა ჩემპიონი ან სელტიკი შოტლანდიაში ჰარტსი არის პირველ ადგილზე სულ ერთხელ მეტი არ ყოფილა მე თუ სწორად მახსოვს ეგრეა შეიძლება ვცდები მაგრამ ნუ გადავამოწმებ ფაგერი მე ლუკა რო ისაუბრებს გადავამოწმებ მაგას აბერდინი ხო იყო ჩემპიონი აბერდინი იყო წესით კი ფერგიუსონის დროს ნუ თასების თასი მოიგეს ალბათ ჩემპიონი ნუ თასი რომ მოიგეს ფაქტია აი ეგ გადასამოწმებელი არ მახსოვს უბრალოდ ჰარტსი სელტიკი არის 50 ქულა აქვს ჰარტს 44 სელტიკს 44 რეინჯერს
ფაქტობრივად ბოლო შანსი არის რეინჯერსისთვის და სელტიკისთვის, რომ ჰარტს ცოტა წამოეწიონ და მეორე ბოლომდე იბრძოლონ ჩემპიონობისთვის. ასე რომ გონია რომ ძალიან დაძაბული თამაში იქნება, ჰარტსი არის მასპინძელი ამ შეხვედრაში. ზუსტად იგივე დროს, თან ბევრი არ რჩება ჩემპიონატის დასრულებამდე, ზუსტად იგივე დროს თამაშობს რეინჯერსი სახლში აბერდინთან და უნდა მოუგოს დანდისთან უფრო სწორად, უნდა მოუგოს ყველა ვარიანტში. და ისარგებლოს იმით, რომ ან ჰარტსი ან სელტიკი ქულებს დაკარგავენ ამ შეხვედრაში, ან ორივე ერთად. ეს ის დანია, ველაძე რო თამაშობდა თავის დროზე? არველაძე, ნემსაძე იყო კი. ის დანდია, ხო? კი, თუ ნემსაძე მე მგონი დანდი იუნაიტედში იყო, როგორც მახსოვს. იუნაიტედი იყო კი. ასე რომ ჰარტსი სელტიკში მგონია რომ აქთან არ იქნება ეს არ დაგჭირდება 6 და 7 და 8 ბარათი მგონია რომ შეიძლება 3 ნახევარზე მეტსაც კარგი კოეფიციენტი ქონდეს თუ არა 4 ნახევარზე მეტი ბარათი ჰარტსი სელტიკში უნდა იყოს იმიტომ რომ ფაქტობრივად საჩემპიონო თამაშია ანუ სელტიკს ბოლო შანსები აქვს რომ ცოტა წამოეწიოს ჰარტს ამიტომ უშუალო დაპირისპირებაში მგონია რომ რაღაცას მოახერხებს სელტიკი და ბრძოლა მაინც იქნება ამ შეხვედრაში მოახერხებს კი არა სელტიკია მაინც ფავორიტი მიუხედავად იმისა რომ ჰარტს პირველ ადგილზე არის და მასპინძელია თან სელტიკი მიიჩნევა ფავორიტად და დიდი ჯახი უნდა იყოს ამ შეხვედრაში, ასე რომ ბარათებს ვარაუდობ ფაქტობრივად საჩემპიონო შეხვედრა. ესე იგი, თუ კი ჰარტსი ჩემპიონი აღუდგილად, ყველაფერს ჩადებენ. რა თქმა უნდა, კი. დახოცავენ ერთად. ამიტომ მე მგონია, რომ რაღაც ჰარტსი რაღაც გადაახტება თავის თავს. მოგიწოდებთ გიორგის შემოთავაზებული პროგნოზები ერთმანეთს გადააბად და იხეიროთ, იმიტომ რომ აშკარად ძალიან მაგრად ნამუშევარი და გარჩეული. სამი დღე ავად იყო იწვა სახლში და დაეტყო ეს ყველაფერი. ვარჩიე და ვარჩიე. აშკარად. კარგად გარჩეული არის. მოკლედ აი ესეთ საინტერესო პროგნოზები გამოვიდა გიორგის, იმედია ჩემიც გაამართლებს. ბატონ მიხეილს დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესე კარგი ჩართვებით ყველაფერზე რაღაცა წერტილები დასვა ზუსტი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვითვალისწინებთ. კიდევ ერთხელ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, მოგწერეთ კომენტარები, ჩვენ დაგემშვიდობთ. დაელოდეთ კიდე იანიკ სიმერს, აკერთხე რომ ჩამოვარდა, ხო იცით რა მოხდა მაშინ? ჩამოვარდა, იმიტომ რომ ახსენა მელბურნი. ვინ ჩამოაგდებს სინერს? ჩვენ ვალუკამ და აბა ნახოთ, ვინ ჩამოაგდებს კიდე. ეხლა მიდის სინერის თამაში და იგებს ძალიან მარტივად 2-0-ია უკვე სეტებში. არა, გამორიცხები. მე-16 ფინალში გასულია უკვე. ფინალამდე მისი ჩამომგდები მანდარავინ არის. კარგით, აი ესეთი იყო მოკლედ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა თქვენთან. მადლობა ყურადღებისთვის და არ მოწევებით.